არ გაქვს მენა, არც მღერი, დაგაბიჯა სპილო მყურზე. რატომ მიაგრესიულები? ალათასა ბალათასა სწორად ვამბობ? აშკარად რო იტყუება ტელევიზია და რო გაჩვენებს რომ 50 კაცი დგას. ეს კონცერტები ისეთი კარგია მერე რომ აი ხა რო გააპროტესტონ მერე რო აღარ დაუძახებენ, როგორ შეიძლება მომღერალი ხარო და კონცერტს არ უმღერო. რა გიშლის ნერვებს? ესე ხიათ არ მოვაპარაკე არასდროს. მე საერთოდ წამოვთხილდები ურთიერთობებს და ადამიანებს. მომკლა თქვენმა კოლეგიალობა. საკმაოდ სოლიდური შემოსავალი არის საახალწლო სახელმწიფო კონცერტები. მომღერალი აქ ჩავსვათ, ის მომღერალი იქ ჩავსვათ და ეს ტარდებოდა ხოლმე პრემიერ-მინისტრის ეგიდით. საწყალი ხარებაშვილი. ადამიანი, რომელიც ვიზიტით ჩადის ქვეყანაში და ქალაქის სახელს ვერ იმახსოვრებს. ნოდიკო, ხო იცი კიდე რეებიც უნდა თხოვა ღმერთს თუ ასე გისრულებს ყველაფერს. ნაკეცები ვარ ფეხებზე და ჩემი წვერებით რო კოცნი კისერში, ფეხებზე, ღამე რო შეიშმუშნება, აი ამაზეც გული მithვება. ვეცებ დავინახეს და მივხვდი რომ ეს მამიკოს გრუპოსია. ყველაფერი იწყება კესანეთი, ანუ ნოდიკო სცენის და მუსიკის და სიმღერის გარეშე, აი არის მართლა სიკვდილი. Hello, მალე ნახავთ. მოგესალმებით, თქვენ უყურებთ YouTube არხმის მინეს, ეს არის გადაცემა ვიკასთან, სანამ წარმოგიდგენთ ჩვენს სრულიად გადასარევ სტუმარს. მანამდე უნდა გთხოვოთ, რა თქმა უნდა, რომ იაქტიუროთ, გამოგვიწეროთ, დაგვიკომენტაროთ, გვიპოვოთ Instagram-ზე, Facebook-ზე, TikTok-ზე, კიდე სად ვართ? მოკლედ ყველგან ვართ, YouTube-ზე ხომ ვართ და მოკლედ უნდა გვიპოვოთ. დაწეროთ უნდა რაღაცეები, იმიტომ რომ ეს ახლა რატო არის მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ რაც უფრო აქტიურობთ თქვენ, ჩვენი ნახვები უფრო და უფრო იზრდება და ჩვენი ნახვები რო იზრდება, ნიშნავს რომ ჩვენი გადაცემაც იქნება. თქვენს ნახვებზეა დამოკიდებული ჩვენი ყოფნა, ასე რომ დაგვიჭირეთ ასე ამ ფორმით მხარი. რაც შეეხება ჩვენი გადაცემის სტუმარს, ნოდიკო ტატიშვილია ჩვენი სტუმარი, შუშხუნებია ჩათვალეთ. ძალიან მიხარია ნოდიკოს აქ ყოფნა. ძალიან მიხარია. ჩემი მეგობარი ნოდიკო ტატიშვილი, რომელთანაც მე ბევრი წლის ურთიერთობა და ახლობლობა მაკავშირებდა. ხანდახან იყო ხოლმე რომ ჩვენ ახლა ესე ყოველდღიური ურთიერთობა არ გქონია. მაგრამ ფაქტობრივად ერთი თაობა ვარ და მოვდივართ მივესალმები შენს მაყურებელს დიდი პატივისცემით. შენ მადლობა რომ გაგახსენდი და დამიძახე შენ გადაცემაში. და მართლა ძალიან მომწონს. აი გეუბნეოდი კადრს მიღმაც რომ აი ამერიკაშიც რო ვარ ხშირად ესე ტელეფონში ვთავ, საჭესთან თუ ვარ გისმენ, გიყურებ და მოკლედ კარგია. დიდი მადლობა. იმედია რომ ბევრი გამომწერები დაგემატებათ, ძალიან ბევრი ნახვები მოგემატებათ და მედია რომ ძალიან დიდხანს იქნება ეს გადაცემა და ზოგადად მისმენ. ჩვენც მაგის იმედი გვაქვს. მე მახსოვს რომ მე და ნოდიკო ერთად ვიყავით იმედში. კი. ის იმედი სულ სხვა იმედი იყო. ხო, რა თქმა უნდა. ნამდვილად და ოღონდ ვიყავით დილის გადაცემაში. 2004 წელი იყო. 2004 წელი იყო. მახსოვს 2005 წლის ახალ წელს შევხვდით იმედში. რაღაცა კონცერტიც ჰქონდა. მე ისეც კი მახსოვს შენ რას მღეროდი, იცი? აბა მითხარ. ალათასა ბალათასა სწორად ვამბობ? ხელი ჩაყავ. კალათასა ხა. მახსოვს ის იყო. ვეროდი, მაგრამ მე მახსოვს კაცო. ოჩა, ან მართლა. შენ მაგარი მეხსიერება გაქვს. მე მაქვს როგორი მეხსიერება, იცი, აი ძველი ამბები რო ახსოვს და ოპერატიული მეხსიერება რო არ აქვს, აი ცოტა ხანში შესულა. აბა მე სიმღერის ტექსტებს ვერ მახსოვრებ ხოლმე ხანდახან მიჭირსა. ხო და შენ იყავი დუბლიორში, მე ვიყავი ნუცა სკოლაში. და როგორ გახსენდება ის პერიოდი? ეხლანდელი იმედს რო უყურებ მაშინდელი იმედი. ანუ ვერ შეადარებ ხო მაშინ. კი, ანუ აბსოლუტურად მაშინ იყო ტელევიზია და ეხა არ ვიცი რაღაცა. კანტორა თუ აი არ ვიცი რა რაღაცა ის არის რა ქვია. სულ მიკვირს ხოლმე აი ადამიანები ვინც იქ მუშაობენ, რაღაცები ხო წინთ ხოლმე მე რომ ამბობენ რომ აი ამას როგორ აკეთებთ იმათ და მე წინთ ხოლმე რომ აი ჩვენზე რატო ამბობთ ეს და აი სულ მაგ ხოლმე კითხვა რომ მაგვახსოვს ხო ეხა წინა წლის ნოემბრის ბოლოდან რამდენი ადამიანი ვიდექით ხოლმე რუსთაველს და აი 100,000, 150,000, თუნდაც 50,000 და უცებ აი ესე აშკარად რო იტყუება ტელევიზია და რო გაჩვენებს რომ 50 კაცი დგას. აი შენ რო წამყვანი ხარ, პროტესტი არ გიჩნდება რომ მიხვიდე დირექტორთან და უთხრა რომ მე ვმუშაობ შენ არხზე და ძალიან მიტყდება რომ
იქ დგას 100,000 კაცი და მე რომელ არხზეც მუშაობ, აჩვენებს 50-ს. აი ეს კითხვა ხო უნდა გაგიჩნდეს ჟურნალისტი რო ხარ. არა? კი. რამ გამოიწვია ეს სხვათა შორის იცი რა? წინის უბრალოდ აი ბევრი ახლობელია იქ და არ მინდა ხოლმე რაღაცა ესეთი ძალიან ისეთი ვიყო რა უხეში და არც ვარ უხეში ადამიანი, მაგრამ აი სულ მიკვირს ხოლმე როგორ არ გიჩნდებოდ კითხვა რომ აი რატო ამბობ ტყუილს? რატო ამბობ რაღაცა პროპაგანდისტულ მოწოდებებს რატო აკეთებ და რატო აშღერებ? აი რატო ხელფასი მაქვს, კარგად ცხოვრობ, კარგად ვჭამ, კარგად მაცვია და საქართველოს ჯანდაბამდე გზა ქონია? ძალიან სუპერ. იცი რა არის? სხვათა შორის აი არ არის შენთვის ჩვეული რომ წვავეთ აკრიტიკო მაგალითად ის გუნდი, სადაც შეიძლება შენი ახლობლები იყვნენ. როგორც ჩანს ძალიან გაბრაზებული ხარ. და როდის მოხდა ეს ნოდიკო? როდის გაბრაზდი ძალიან? ხო, ვიკა, მე საერთოდ ძალიან ვფრთხილდები ურთიერთობებს და ადამიანებს. იმიტომ რომ ეს ალბათ ყველაზე მნიშვნელოვანი. რაც შეეხება ჩემ გაბრაზებას, აი განსაკუთრებულად როცა დავინახე, რომ ჩვენი ქვეყანა იმართება არაპროფესიონალებისგან და ეს იყო კოვიდის პერიოდი. აი განსაკუთრებულად რომ ჩემ თავზე განვიცადე ეს ყველაფერი და იმაზე რომ გენოციდი იყო რა ფაქტობრივად, იმიტომ რომ მომზადებელი არაკლინიკები, არა 3-3 თუ 2 კლინიკა იყო, რომელიც სადაც პროფესიონალურად უვლიდნენ პაციენტებს, დანარჩენებში რამდენადაც ახლა მე ინფორმაცია მაქვს, ძირითად შემთხვევაში იხოცებოდა ჩვენი ხალხი, იმიტომ რომ აი ჩემი მეგობრის დედა, არ დავასახელებ, ახლა ცნობილი მომღერალია, მოხვდა ერთ-ერთ კლინიკაში, სადაც ექიმი როგორი მოიკითხავდა ხოლმე, იცი, კარებს შეეხებდა, როგორ ახართ და პასუხს არ უსმენდა და კარს ხურავდა. და ჟანგბადისთვის წყალი რომ უნდა ჩაესხათ, არავინ არ შედიოდა რომ წყალი ჩაესხათ. და ერთხელ მე დამირეკეს, რომ ვინმე ხო არ ყავსო იქო, ჟანგბადისო წყალს არ უსხავენო დედაჩემს. და მე წარმოიდგინე ეს ჟანგბად დამოკიდებული ადამიანი წაიყვანეს ეტლით კატეზე, მოხსნეს ჟანგბადი და ეტლიდან რომ გამოიყვანეს, ვეღარ სუნთქავდა და გადაიყვანეს ხელოვნურ სუნთქვას. აი მაშინ მივხვდი, რომ აბსოლუტურად გაუგებრობაში მოხდა ჩემი ქვეყანა და იმის მერე ხარაც მოხდა შენ ჩემზე კარგად იცი და უბრალოდ არაფრით არ შემიძლია დავხუჭო თვალები და სირაქლემის პოზიციით ვიცხოვრო და თქვა რომ მე მომღერალი ვარ და მე პოლიტიკაში არ ვერევი და საერთოდ გონია რომ ჩვენ ახლა პოლიტიკაზე არ ვსაუბრობ. მე მგონია რომ ვსაუბრობ ჩვენი ქვეყნის ყოფნა არ ყოფნის საკითხზე. ან ვიქნებით როგორც დამოუკიდებელი თავისუფალი სახელმწიფო ქვეყანა საქართველო, ან ვიქნებით რუსეთის მონა ნაწილი, რუსეთის მიერ მართული, რაც ვართ უკვე. რაღაცა აი განუვითარებელი ქვეყანა და ფაქტობრივად ხედავთ ხო რა ხდება ახლა საგანმანათლებლო სისტემაში და ასე შემდეგ ყველაფერში. აი რაც აქამდე ცოტა ამოიქაჩა ჩვენი ქვეყანა, მივდივართ ახლა უკან. ხო და აი ამას დღეს ადამიანი რომ ვერ ხედავს მხოლოდ იმიტომ რომ თვითონ კარგადაა, გონია რომ ისიც მონაწილეობას იღებს ჩვენი ქვეყნის დაღუპვაში. ეს არის ჩემი აზრი, ძალიან კონკრეტული და ძალიან ისეთი კაფიო, კი, იმიტომ რომ არ შეიძლება დღეს ვერ ხედავდე რაც ხდება ქვეყანაში. ვერ ხედავენ თუ არ ხედავენ, ანუ მყავს ისეთი ახლობლები, ვინც ინბოქსში წერს, ჩუმად გიჭერს მხარს, მაგრამ ასე საჯაროდ არ გამოხატავს, იმიტომ რომ მეშინიათ. თუ რაღაცა მართლა სჯერათ, რომ არსებობს რაღაცა deep state-ი, მართლა სჯერათ, რომ ჩვენ ომი გვინდა, აგერ შენც მამა გახდი უკვე და ერთი სულ მაგ ამ თემაზე დაგელაპარაკო აქვე გეტყვი და მე ვარ 4 შვილის დედა და ანუ ადამიანს აჯერებენ რომ ჩვენ ომი გვინდა, როგორ შეიძლება მშობელს ომი უნდოდეს, ხო? მაგრამ აი ამ სისულელესაც აჯერებენ. უფრო არიან გაბრიყდებულები თუ ძალიან კარგად იციან რაც ხდება, მაგრამ თავს იბრიყვებენ. უმეტესობა მათგანი იბრიყვებს თავს, იმიტომ რომ კომფორტის ზონაშია. იმიტომ რომ იგივე ჩემ სფეროში აი ისეთი ხდება მაგალითად. რა ხდება? აი როგორ გითხრა, აი რაღაცა ხო მოიმატა ამ გარე კონცერტებმა რაღაცა და ხო ყველას უნდა რომ ჩაჯდეს იმ კონცერტში და რაღაცა რა. და მართლა იმდენი მომღერალი ყოლია, ნუ ყველა მომღერალი, ხა ჩემს მომღერალი არ არის, მაგრამ რა თქმა უნდა არიან პროფესიონალი მომღერალი. რომ აი ხვდები აი ქაოსი, აი ყველას უნდა იყოს ის და ეს კონცერტები ისეთი კარგია მერე რომ აი ხა რომ გააპროტესტონ მერე რომ აღარ დაუძახებენ, აი ვეღარ იმღერებენ და ეგრე არ აწყობ და საქართველოს ამ დროს მათი სამშობლო, ანუ ისეთია.
რაღაცა მეათე ხარისხოვანი. ფული ახლა აქ კეთდება მომღერლისთვის? ხო, არა, საკმაოდ სოლიდური შემოსავალი არის, საახალწლო სახელმწიფო კონცერტები, ყოველთვის ასე იყო და ეხაც არ არის რაღაცა გამონაკლისი, ანუ ყოველთვის ჩვენთვის იყო ძალიან სოლიდური შემოსავლის ხარ. ამიტომ, გარდა ამისა, ეხლა ეს პერიოდი კორპორატიული საღამოები არის, სადაც გიწოვენ, მიდიხარ მღერი, მაგრამ კერძოდ არა სახელმწიფო დაკვეთები. ხო, აი რასაც მე მაგრამ არც შეედრება მასშტაბებს. არა, კორპორატიულზე რა თქმა უნდა უფრო დიდი ჰონორარია, ვიდრე სახელმწიფო კონცერტზე. მაგრამ მე ვამბობ, რომ ეს სახელმწიფო კონცერტის ერთი ხო არ არის, რამდენიმეა და საკმაოდ სოლიდური შემოსავალია. ამიტომ, მესმის, რომ რაღაცა გინდა რომ შემოსავალი გქონდეს, მაგრამ სხვათა შორის ესე ღიად არ მილაპარაკი არასდროს ამ თემაზე და აი ამ რაღაც კონცერტებზე და ასე შემდეგ. რომ გული მწყდება რა, ყველას თავის მოსაზრება აქვს და ვცდილობ რომ გავიგო ხოლმე, მაგრამ ვერ ვიგებ რაღაც მომენტში და ოკეი. მე ჩემი მოსაზრება არის ეს, რომ მე უარი ვთქვი სახელმწიფო კონცერტზე, რომ მგონია რომ მე ჩემი სახელმწიფო კონცერტებზე გასვლით, რომელსაც გეკნავს აი ეს რაღაცა რაც ქვიათ ხო? მე მგონია რომ მე ხელს ვაწერ ყველაფერს. ანუ ხელს ვაწერ დარბევებზე, სისხლის ყრაზე, შენი კოლეგები რო ცემეს, კინაღამ რო მოკლეს და არავინ დასჯილი რო არ არის. მე მგონია რომ ამაზე ვაწერ ხელს და ჩემ მოქალაქეებზე აი მაისაშვილი არის, როგორც ვიცი ის ბიჭი, მახსოვს კადრში რო უყურე რომ დაგდებულს ფეხს ურტყავდნენ. მგონია რომ იქ რო ვიმღერო ხელს ვაწერ აი მაგ ყველაფერს. ხო და არ შემიძლია. და ამიტომაც უარი ვთქვი მე რა თქმა უნდა ტროლების შემომასიეს რომ ვინ გეძახდაო საერთოდო და ზოგი მიწერდა რომ როგორ შეიძლება მომღერალი ხარო და პოლიტიკური ნიშნითო კოცებს არ უმღერო და ნახეთ ანუ ყველაფერს ხო კაი გაგება უნდა და მე ვთქვი რომ მე ამათ მიერ დაგეგმილ სახელმწიფო კონცერტში არ მივიღებ მონაწილეობას ან კოცს არ უმღერებ თუ ნაცს არ უმღერებ თუ შმოც არ უმღერ მაგაზე არ მილაპარაკია რა ანუ მე ვთქვი რომ არ მინდა მივიღო და მონაწილე გავხდე მათი დაგეგმილი კონცერტებისა ხო აქ ამის უფლება არც ვაკეთებ და არც გავაკეთებ სანამ ესენი იქნებიან. ხო, არ ნიშნავს იმას, რომ ვინმეს უგზავნო შენი შემოქმედებით. არა, რა თქმა უნდა. მე შემსმენელი ძალიან მიყვარს მართლა და სცენაზე რო გავდივარ, არ ვიწყებ ხა კითხვას. აბა ის რომელი ხართ ერთი თქვენ გადი რა სისულელია. ეს არის ძალიან ხელშეუხებელი ამბავი, მაგრამ სახელმწიფო დაკვეთას მე არ ვიღებ რა. რა თქმა უნდა არც მეძახიან, მაგრამ იმიტომ არ მეძახიან, რომ სანამ თვითონ არ დამიძახებდნენ მანამდე პირდაპირ ეთერში ვთქვი რომ არ მივიღებ მონაწილეობას და წინა წელს რუსულ კანონს რო აპროტესტები. რაღაც გამიკვირდა მაინც ჩამოვფრინდი ამერიკიდან და 26 მაისის კონცერტზე დამიძახეს. რუსული კანონის შემდეგ დამირეკა ერთმა ჩემმა კოლეგამ რომ მე ჩამბარდაო ეს ქალაქიო და მოკლედ სიაში მყავხარო და მევთხარი რომ არ წამოვალ, იმიტომ რომ ეხა არ მემღერება და რა თქმა უნდა ვიმღერო ძალით. რა გითხრა შენმა კოლეგამ? არა, როგორც გინდა ხო, ანუ არაფერი, ანუ გაიგო, მან იცის ჩემი პოზიცია, მე მეგონა რომ თვითონაც იგივე პოზიცია ქონდა, მაგრამ აღმოჩნდა რომ არა, ხო და აბსოლუტურად. აღმოჩნდა რომ ორგანიზატორი ყოფილა. არა, მართლა მესმის და გავიგე, მოკლედ, ანუ მე მის გადაწყვეტილებაში ვერ ჩავერები და ვერც დავიწყებ ახლა რაღაცა განკითხვას ყველას როგორც უნდა იყოს, სულ ამას ვამბობ, რომ აი თავისუფლებაზე მნიშვნელოვანი არაფერი არ არის. მე ვარ ჩემი თავისუფალი, ისე უნდა ვიცხოვრო, როგორც მე მინდა. იმან ისე უნდა იცხოვროს, როგორც მას უნდა რა და ყველამ ისე უნდა იცხოვროს, როგორც მათ უნდათ. უბრალოდ ჩემთვის რაღაცა მორალური კოდექსი სხვანაირია. ოღონდ ის იმათ ისე უნდათ, რომ უბრალოდ ჩვენ არ ვცხოვრობდეთ, ეგ არის პრობლემა, რომ იმათ რომ უნდათ ისე რომ იცხოვრონ, ნაცემები უნდა ვიყოთ, დაჭერილები უნდა ვიყოთ და რა ვიცი, ჩვენ ხარჯზე ხდება ეს. ხო, რაღაც კატეგორია არის ძალიან აგრესიული. აი მიუხედავად იმისა, რომ ვისაც ხარს უჭერენ ისინი დღეს რაღაცა სათავეში არიან და მართავენ ყველაფერს და ასე, მაინც ძალიან აგრესიულები არიან. და ვერ ხვდები რატო, ანუ შენ ვინც გიყვარს გიზის რაღაცა თანამდებობებზე, ქვეყანას ის მართავს, ვიზეთ შენ გიждები, რატომ მე აგრესიულები? საერთოდ არ გეაგრესიულები, ანუ უბრალოდ გიშლის ნერვებს. მე ჩემი არგუმენტებით ვაპროტესტებ იმას, რაც დღეს ხდება. რატო ბრაზდები, ანუ დამიპირისპირე არგუმენტი მაშინ. რომ იხსენებ სისხლიანი 9 წელი, სისხლიანი 9 წელი კი არის, სისხლიანი უბედურების და ჯანდაბის აგერ 13 წელი გვაქვს. და არ შეიძლება იყო ბრმა და ილაპარაკო იმაზე, როცა აგერ უახლოეს პერიოდში თავზე დაგამხეს ქვეყანა ფაქტობრივად ევროპა მოგიძულა და ევროპა ძალიან მნიშვნელოვანია. და ამაზე როცა საუბრობენ ხოლმე ეთერებში,
რატომაც უბრალოდ მოიხსენებენ ევროკავშირს და იმ სიკეთეებს ხშირად არ ამბობენ, რაც მოაქვს ევროკავშირს. იგივე საგანმანათლებლო კუთხით, ეკონომიკური კუთხით და ჯანდაცვის კუთხით, ხო? მე ეხა ვიყავი გერმანიაში, გასტროლი მქონდა სახელმწიფო თეატრში ვიყავი მიწვეული. ვალერიან გლუნტი არის ეს ქართველი ის რომელიც იქ გაიზარდა და დღეს სახელმწიფო თეატრის ხელმძღვანელი. და ესე მიმიწვია რა და ძალიან მაგარი იყო, ჩავფრინდი, ვიმღერე და ვუყურებდი გერმანიის ქალაქებს, რამდენიმე ქალაქში ვიყავ. ეს ხაპარია რა. რა თქმა უნდა, ყველგან არის რაღაცა სოციალური პრობლემა ალბათ, სხვანაირად წარმოუდგენელია, მაგრამ აი რო ხედავ, რომ მოხუცებული ადამიანი ლამაზად ჩაცმული გამოდის, დღისით ჩდება კაფეში, სვამს ყავას, რაღაცა მიირთმევს და უცებ ჩამოდიხარ შენ ქვეყანაში და ხედავ, რომ ასაკში შესული ადამიანის და კიდე უფრო ახალგაზრდაც გას ნაგავთან და ქექავს ნაგავს. აი როგორ შეიძლება ეხა ამაზე პროტესტი არ გაგიჩნდეს და არ თქვა, რომ ეს არის წარმოუდგენელი, ხო? რაღაცა ის კარგი ცხოვრების ცხოვრება სახეზე ეთყობათ ადამიანებს და ჩამოდიხარ აქ და უცებ რო გეჯახება ეს სტატისტიკა, სადაც ყოველი მეხუთე ბავშვი არის მშიერი სკოლაში და აქვს კონცენტრაციის პრობლემა. ბავშვები ვერ უსმენენ მასწავლებლებს, იმიტომ რომ შიათ. საშინელება არის. ხო, ეხლა მე რო შვილი მყავს, ჯერ ბავშვები ყოველთვის ძალიან მიყვარდა მართლა. ეხლა უფრო სხვანაირად არის. ეხლა სხვანაირად აღვიქვი, ეხლა გავიგე შვილი რა არის და ანუ ეხლა უფრო მეტად გავიგე შენ რა ემოციები გაქვს დედა რო ხარ და აი ეხლა მივხვდი რომ საერთოდ ცხოვრება კიდე უფრო მეტად სხვა რაღაც ყოფილა რა. და ჩემმა შვილმა რაღაცა ამოატრიალა ჩემი ცხოვრება. ეხლა ყველაფერი იწყება კესანეთი, დღე გრძელდება გვიძინებთ კესანეთი, ვიგვიძებთ. ლამაზი სახელია თან და გუშინ მონათლეთ და გილოცავ. გუშინ მონათლეთ. ხო და ამიტომ აი ბავშვი რომ შერია შენ ქვეყანაში და შენი პროპაგანდისტები რო ავრცელებენ რომ ისეთი ეკონომიკური ზრდა გაქვს რომ აი ფაქტობრივად შენ აჯობე ევროპულ წამყვან ქვეყნებს და ეს რო ვიღაცა შერა აი ამაზე ხო ვერ ხვდები რა უნდა ვქნათ აგვეტიროს თუ ვიცინოთ და ეს ევროკავშირი იმიტომაც ჩვენთვის სასწაულს მნიშვნელობა იგივე კანონმდებლობის თუ ადამიანის უფლებების თვალსაზრისით ჩვენთან ხო აღარ არის ადამიანის უფლებები. ისე მოვლენ ჩაგარტყავენ თავში ისე გაიქცევიან მე რომ წადი ახლა და ზდია ვერ იპოვი, იმიტომ რომ ვიკახარ ბუკია და არ მოწონს შენი. იცი რა მაინტერესებს, მაგრამ შენ ძალიან ბევრი ხანი იყავი მხარდამჭერი, ხო, ქართული ოცნების. არა, ესეთი მე არა. ეს მხარდამჭერი არასდროს ყოფილი. არ ყოფილხარ არასდროს. მე საერთოდ ახლა მოგიყვებ. მე საერთოდ ვიდი რომ ის რო ხელისუფლება შეიცვალა. ხო. ეს იყო ძალიან სწორი. დემოკრატიული გზით ხო არა დემოკრატიული გზით რომ წავიდა ერთი მმართველობა და არჩევნების შემდეგ მოვიდა ახალი. ეს სწორია, მე მინდა ეგეთ ქვეყანაში ვიცხოვრო რომ არჩევნები ჩატარდეს ობიექტურად, წავიდეს ეს ხელისუფლება და მოვიდეს ახალი. და მგონია რომ სანამ კოალიციური მთავრობა ჩვენთან არ იქნება და პარლამენტი მანამდე არაფერი არ გვეშლება. ხო და მე რიცი რა გაგრძელდა ცხოვრება ძალიან ნორმალურად 2013 წელს ევროვიზიაზე ვიყავი, შემდეგ ვიზა ლიბერალიზაცია მივიღეთ და ანუ ნახე ყველაფერი მიდიოდა ერთი შეხედვით ნორმალურად, ხო? ანუ ვერ იტყვი რომ აი რაღაცა რუსულ რელსებზე დავდეგით იქ რაღაცა ვიზიტები იყო, ელჩები ის და მე მქონდა სულ რაღაცა განცდა რომ აი ის რაც წინა ხელისუფლებამ დაიწყო, რასაც ვერ დაუკარგავ, სვლა დასავლეთისკენ, აქაც გაგრძელდა და მე როცა მივხვდით რომ თორე მე ჩვეულებრივად კონცერტებზეც ვმღეროდი, ყველგან მეძახდნენ და ვმღეროდი. ანუ არ მქონია რა ეს რაღაცა. პროტესტი არ მქონია. არა, ხო, იმიტომ რომ მაგრამ ეს არ ნიშნავდა რომ იყავი მათი. არა, კოცი არასდროს არ ყოფილვარ. შემიძლია დავიფიცო. ხო, არასდროს არ ყოფილვარ კოცი. არა, ხშირად გვესმის ხოლმე ეს ფრაზა რომ აი აქამდე სად იყავი, აი ეს გვესმის ხოლმე. შენ გეუბნებიან ხოლმე ამას. მე მაშინაც კი როცა ჩვეულებრივად მათთან თანამშრომლობდი და კონცერტებზე გამოდიოდი, ეხლა მეტი რა უნდა მე თანამშრომლობა, მინისტრომი არ მინდოდა და მერტ უნდა მიყაროს და რაღაცა ანუ მიუხედავად იმისა რომ წერა კითხვას კარგად ვიცი, განათლებას კარგი მაქვს, არჩევნების დიპლომი მაქვს, საჯარო მართვის მოხელე ვარ, სახელმწიფო მართვის მოხელის სპეციალობა მაქვს დამთავრებული და ასე შემდეგ, მაგრამ ანუ არ შემიძლია ეს პარლამენტში ვიჯდე რა ვაკეთო ეხლა. უნდა უყურო ადამიანებს მარცვალ რო კითხულობენ რაღაცას და გაღიზიანებს როცა დეპუტატი არის სპორტსმენი, დეპუტატი არის რა ვიცი მსახიობი, მომღერალი და
თუნდაც ადამიანი, რომელთაც არ მინდა ამ პროფესიებს კი არ ვაყენებ შეურაცხყოფას. მაგრამ თუნდაც ადამიანი, რომელსაც მართლა არაფერი არ ესაქმება, რა ვიცი. ადამიანმა, რომელსაც კითხვის პრობლემა აქვს, ადამიანი, რომელიც ვიზიტით ჩადის ქვეყანაში და ქალაქის სახელს ვერ იმახსოვრებს, ადამიანი, რომელიც რაღაცის პრეზენტაციას აკეთებს, რომელიც დაუწერეს და მე ვერ კითხულობს, ადამიანი, რომელიც ესეთი ეგრეთ წოდებული შპარგალკი ძის და ისეთ სისულელეს ამბობს პირდაპირ ეთერში, რომ მეტი რო არ მოგისმენიათ, აი რატომ მიდიხარ პარლამენტში, სადაც შენ გევალება რომ უნდა დააჭდე კანონ პროექტი განიხილო, წაიკითხო, გაანალიზო, მოინიშნო, კითხვები დასვა. რატო შვები? მათი კეთილდღეობისთვის მხოლოდ. ვიკა, აბა, აი მითხარი ხა, როგორ შეიძლება პარლამენტი დარწმუნებული ვარ, არის რაღაცა კატეგორია, რომელიც საერთოდ არ კითხულობს. ხოდა შორის მიკვირს, რომ რა ქიმია აქვს ამ, არ ვიცი, პარლამენტს ეთყობა, პარლამენტში ყოფნას, იმიტომ რომ მაგალითად ლაშა ტალახაძეს, რომელსაც მე მახსოვს, აი უდიდეს პატივს ვცემდი მას და პეტრიაშვილს ასევე. პეტრიაშვილზე საერთოდ შოკი მქონდა, იმიტომ რომ საერთოდ სხვა ტიპი მეგონა, იმიტომ რომ რაღაცა მინდა გითხრა რომ ადამიანურად აი რასაც მე ვიცნობ ხა არ მინახავს ბოლო 2 წელი მაგრამ ყოველთვის ტოვებდა ძალიან კარგი ადამიანის საბჭოებს. ხო, რაღაც არის მე ეთყობა რაღაცა ემართებათ ადამიანებს, იმიტომ რომ ეხლა ადამიანურადაც რომ ახსენდება ქალებს რო აგინებ და კალაძის ბანერის წინ და დავიშოკე მაგაზე ცალკე. მე იცი რაზე მეშლება ნერვები რომ ანუ ამ საკანონმდებლო ორგანოში და კიდე რაღაც თანამდებობებზე არიან ადამიანები ვისაც ეხა პრეზიდენტი რო ქვია ამ კაცს გონია რომ პრეზიდენტია. აი მართლა ის არის, აი არც სასაცილო აღარ არის, აღარც სატირელია. ხო იცი ეს ჯონ ტრაvoltas გიფი რო არის, ანუ რა ხდება? რო ვერ გაიგებ რა, აი ანუ პრეზიდენტია, რომელსაც აძლევენ ტექსტს და მე ალბათ ყოველდღე მის სამუშაო დღე იწყება ესე რომ ზის და კითხულობს და მე სიტყვით რო გამოვა რომ არ შეეშალოს. წარმოვიდგინე. ხო და მე არ მინდა ეგეთ ქვეყანაში ცხოვრობდე, სადაც პრეზიდენტს კითხვა უჭირს, სადაც პარლამენტი, მართლმა პარლამენტარი ყველა არა, ალბათ იქით როგორ არიციან კითხვა, მაგრამ რა ხეირი და მოგლეთ, მე მინდა ქვეყანა, სადაც განათლებული, მოაზროვნე, პროგრესულად მოაზროვნე, დასავლურად, პროევროპულად მოაზროვნე, ხალხზე ორიენტირებული, ხალხის უფლებებზე ორიენტირებული ადამიანები იჯდნენ, კანონებსაც იღებდნენ და ნოდიკო, შენ ხარ შოუ ბიზნესის ის იშვიათი გამონაკლისი, რომელიც ღიად უჭერს ხარს პროევროპულ პროტესტს. მაინც გამონაკლისი ხარ, იმიტომ რომ ასე მასობრივად შენ სფეროში არ არის ეს განსხვავებით მსახიობებისგან. რატომ როგორ ფიქრობ? ვერ გეტყვი. საერთოდ ძალიან მიჭირს ხოლმე რაღაც ჩემ კოლეგებზე საუბარი და ყოველთვის ვცდილობ რომ რაღაცა ზღვარი დავიცვა და იმის იქით არ ვისაუბრ. ვერ გეტყვი, ნუ მიხარია რომ რაღაც ნაწილი და ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილი არის სწორ პოზიციაზე და მხარს უჭერს აი ამ მართლა ჩვენ დასავლურ კურსს და ძალიან აცნობიერებს და იცის რომ ამის გარეშე უბრალოდ ქვეყანა დაიღუპება. რაც შეეხება იმას, ვინც ბედნიერი იმით რომ ქვეყანა დაიღუპება და ჩვენ ვწდებით აი ამ მნიშვნელობას, ვერ გეტყვი. ჩემი პროფესია დამოკიდებულია კონცერტებზე. თუ კონცერტი არ გაქვს, არ გაქვს შემოსავალი. თუ არ მიდიხარ რომელიმე ქალაქში სახელმწიფო კონცერტზე თუ არ მღერი, ვერ აიღებ იმ 1500 ლარს, რომლითაც მე საჭმელი უნდა უყიდო შვილს და მესმის, რომ ვიღაცისთვის ეს საცოცხლოდ მნიშვნელოვანია. ამიტომ ალბათ აი უფრო ეს ნაწილი არის ფინანსური, ეკონომიკური ნაწილი არის ალბათ გადამწყვეტი რომ მეძახიან კონცერტებზე შემოსავალი მაქვს და თორემ მე ვიცი რამდენიმე ადამიანი ვინც მეუბნება რომ ძალიან მინდა რომ მეც შანსავით ვიდგე და ვილაპარაკო უბრალოდ ვერ ვაკეთებ ამას. ასევე აი ამას წინათ შემხვდა, რა თქმა უნდა, არც ერთ შემთხვევაში სახელს არ გეტყვით, თუმცა ერთ-ერთი მუსიკოსი, კომპოზიტორი, ავტორი მოკლედ ძალიან ცნობილი ადამიანი, რომელიც ჩამეხუტა და მეუბნეოდა, რომ მადლობაო, რომ ჩემს საქმესაც შენაბობ, მაგრამ თვითონ მუშაობს ერთ-ერთ პროპაგანდისტულ არხზე. წარმოუდგენელი. ხო და ამიტომაც ესეთ ბევრია ვიცი. რო იცოდეთ კოცებო. თქვენ რო გონიათ, რომ თქვენ გიჭერენ მხარს? ბევრია ესეთი. ბევრია ესეთი, იმიტომ რომ ჩემს სფერო არის ყველაზე ჰუმანური, ერთ-ერთი ყველაზე ჰუმანური პროფესია. როგორ შეიძლება იყოს ხელოვანი მუსიკოსი და მოგწონდეს ადამიანის თავში ჩარტყმა და სისხლისღვრა.
აი მითხარი. დღეს მომღერლები ამით ცხოვრობენ? სახელმწიფოსთან სიახლოვე დღეს მომღერლისთვის მნიშვნელოვანი არის? ამ კუთხით კი სიახლოვე რა უბრალოდ ხარდაჭერა შუმად უნდა იყო და არ გააპროტესტო არაფერი და რა ვიცი მე წახო და რესტორანში იმღერებ და აღარ იმღერებ იმ რაღაც საახალწლო სოფლის გახსნაზე. ხო, მე საახალწლო კონცერტებია რაღაც. ხო, ანუ ეს არის შემოსავლის წყარო ვიკა რომლის გადაკეთვაც დამიჯერე რომ საკუთარ თავზე მაქვს გამოცდილი არის ძალიან ისეთი არ არის კარგი. შენ რომელ წელს ჩაიკეტე? მე აი როგორც გითხარი რუსული კანონის მერე მე არც ერთ სახელმწიფო კონცერტზე არ მიმღერი. და არც ვიმღერებ სანამ ესენი იქნებიან ხელისუფლებაში და დავაკონკრეტებ რომ არ გულისხმობ ჩემს სმენელს. მე ყველასთვის მღერი და ვისაც უნდა მისმინოს. უბრალოდ ვაკონკრეტებ, მე იქ რაღაცა იმბეცილი ტროლები რომ გამოვლენ ხოლმე და რასაც მიწერენ, რაღაც სისულელებს რო წერენ. მე არ გულისხმობ ჩემს სმენელს, არ აქვს მნიშვნელობა ჩემი სმენელი ვინ არის, სად არის და როგორ. მე გულისხმობ ორგანიზატორს. მე არ ვიმღერებ ამ ხელისუფლების მიერ ჩატარებულ და დაორგანიზებულ კონცერტებში. ხომ აქ ამის უფლება. იმბეცილ ტროლებს გავახსენებ მაინც და მეც ერთ რაზე საუბრობენ. სხვათა შორის მან კი, კაცო, ჩვენი საერთო ნაცნობებიც არიან, არ დავასახელებ გვარსახელს. და მე მგონია რომ ძალიან მალე ყველა გავიგებთ რამდენ ადამიანს ვესალმებოდით, რამდენი ადამიანი გვიღიმოდა და მე იქ ჩვენზე რომ საზიზღრობებს წერდნენ, არ იმჩნევდა ამ ყველაფერს და ერთ-ერთი მონაწილე თვითონაც იყო. კონცერტები ახსენეთ, ჩემთვის ძალიან საინტერესო თემა. აი, შეგიძლია რომ ჩაგვახედო, აი რაღაცა შიდა სამზარეულოში, აი საერთოდ როგორ ხდება ხოლმე ამ სიის შედგენა, ამას ვინ ადგენს ამ სიას, ვინ უნდა იმღეროს, ვინ არ უნდა იმღეროს. იცი რა არის ხო რა არის დასამალი პრინციპში ხამას ნებისმიერი მომღერალი მოგიყვება რაღაც გირეკავენ რომ დავუშვათ აი საახალწლო დავუშვათ ნაძვიშხის ანთების კონცერტებზე სიტყვაზე 5 კონცერტში ხარ ჩასმული შენი ქალაქებია ეს ამ რიცხვებში გცალია თუ არა გადაგშვამ თან არ გადაგშვამ თან რაღაც ჰონორარია ამდენი ამადამ საათზე იქ უნდა იყო უნდა იმღერო სიტყვაზე 3 სიმღერა 4 სიმღერა შევთანხმდით აი ძალიან მარტივია ეს ამბავი რაც შეეხება საახალწლო კონცერტებს და როგორ ფიქრობ ეს ძალიან ზემოთ ხდება ამ სიის შედგენა ანუ ვიღაც ვინც შენ გირეკავს ის ადგენს ამ სიას თუ ეს გავლილია ეს სია მაგალითად ქალაქის მერთან იგივე აი ეს რეგიონების კონცერტებთან მიმართებაში ეს ტარდებოდა ხოლმე როგორც მე მახსოვს პრემიერ-მინისტრის ეგიდით უღმერთო ჩემო ხო ანუ კანცელარიიდან იყო აღარ მახსოვს იმ გოგოს სახელი მართლა არ მახსოვს არ იმიტომ არაფერი არ არის ხა საიდუმლო და არა უბრალოდ საინტერესო ტექნიკურად იყო რაღაცა ჯგუფი რომელსაც ჰქონდა სია და ამბობდა რომ მოდი ახლა ეს ჩავსვათ ამ ქალაქებში მე ეს მომღერალი აქ ჩავსვათ ის მომღერალი იქ ჩავსვათ და ვიყავით რაღაც რაოდენობის მომღერლები განაწილებული რა ანუ ეს პრემიერის კანცელარიის ხალხი იყო ჩართული ამაში ეს იყო კონცერტი რომელსაც ორგანიზებას უკეთებდა ასე ვთქვათ ადმინისტრაცია ანუ კანცელარი პრემიერის ადმინისტრაცია ღარიბაშვილის დროინდელ ამბებს ყვები შენ მე ბოლოს ვიმღერე რუსულ კანონამდე რომელი წელი იყო რუსულ კანონამდე იყო 20 სამ რუსულ კანონს მიიღებდნენ ხო მანამდე ვიმღერე მქონდა რამდენიმე კონცერტი სახელმწიფო 3 თუ 4 არ მახსოვს ხო და ისე მოკლედ გირეკავენ და გეუბნებიან რომ ამ ქალაქებში ხარ რამდენს ვიხდით და ვშო ოკეი საწყალი ღარიბაშვილი ხო წამობრაზდები იმაზეც რომ ადამიანმა ამდენი მილიონი ამდენი ზოდი ჩამოასხა. ხო და უცებ ჩვენები ეს სინდისის პატიმრები ციხეშიდან არაფრის გამო და თვითონ ახალწელს შეხვდება სახლში. ბოროტი კი არ ვარ, ყველა სახლში უნდა შეხვდეს, მაგრამ რაღაცა არ ჩდება სამართლიანობაში. ანუ მე სასწაულები გავაკეთე, ანუ დავაქციე ქვეყანა მილიონები ჯიბეში ჩავიდე და სახლში შეხვდები ჩემო ჯახთან და ეს ძალიან მაგარი ადამიანები ციხეში უნდა იყვნენ, აი რაღაცა ალბათ 8 კვადრატულში გამოკეტილები და ხაი მართლა გული მეგლიჯება რა და ამ ყველაფერს რო ვერ ხედავ ანუ ანალიზის უნარიც არ გაქვს რო ანუ ეს ვიღაც ტიპები გარეთ დაძრწიან
და მართლა ძალიან ეროვნული კარგი ადამიანები, ჭკვიანები, თან როგორი ჭკვიანები არის. ძალიან. ღმერთო, ანუ ვიღაცამ წერა კითხვა არის პარლამენტში გიზის და ანდრო და ანდროსნაირები შედან რეზო კიკნაძეს ერთი წერილი მირჩევნია თელს, რა ვიცი, ერთად შეკრებულ დეპუტაციას. მე რა მინდა კიდე იცი კითხო რა. ვინმე არის ადამიანი, ვინც შოუ ბიზნესსა და ხელისუფლების შუაში არის, ასე ვთქვათ, აი ეს მოდერაციას ვინც უწევს, ეგეთები არიან? არა, იცი რა არის, ხა ცენტრალურ სახალხო კონცერტს აკეთებს დაუშვათ რომელიღაც რეჟისორი, იმას თავისი ტიპები ყავს, ვინც უნდა ამღეროს, დაუშვათ, ეხლა სახალხო კონცერტზე მაგალითად მე რამდენიმე წელი არ ვიმღერია. იმიტომ რომ ისეთი ტიპები აკეთებდნენ ხოლმე, რომ დიდად ვერ ვწო ერთ-ერთად რა, ხო და ნუ მათ თავისი რაღაცა ჯგუფი ყავთ, ვისაც ეთაყვანებიან და ამიტომ ანუ ეგრე იყო ყოველთვის. ეხლა ვიღაც რეჟისორს უნდა ვიკა, ვიღაც რეჟისორს უნდა ნოდიკო, ვიღაც რეჟისორს უნდა მაყვალა. ანუ ამაში არაფერი არ არის ესეთი და არც გამიპროტესტებია და არც მითქვამს რომ მე რატო არ ვმღერი სახალხო კონცერტზე. პროსახელისუფლებო. ეგ არის მაინც განსაზღვრელი. რეჟისორი თუ არის პროსახელისუფლებო, შესაბამისად მაყვალაც არის პროსახელისუფლებო, ხო. ამიტომაც რა ვიცი, მე არასდროს არ ხედავ მაგაში, ვიღაც დაგიძახებს, ვიღაც არ დაგიძახებს. ნუ მადლობა ღმერთს, რომ მე კერძო შეკვეთები მქონდა ყოველთვის ძალიან ბევრი და მთელი დეკემბერი და იანვარი 60 დღე ხო, რაღაც 2 თვეში 61 დღე. ანუ აქედან ფაქტობრივად აი 58-59 დღე სულ ივენთი მქონდა. რამდენი ნათლული ყავს? 34. ანუ არ შაყირობ, ხო? არა, მართლა. აი, არ არსებულია. ლილუაშვილი კი არის, შენ ყოფილხარ ერისმა. ხო, კანდელაკმა. აი, ეს რა ქვია, მომნიშნე დღეს მამაკაცის პოსტზე რომ იმას ვთქვამს, რომ 25 ნათლული მყავსა და ყველა ოჯახს პატივისცემა და შენ გამახსენდიო ვახომ წერს რა Facebook-ზე, რომ შენ 34 ნათლული რო ყავსო. ვინ არის ეს ხალხი? ჩემი შინაურები, მეგობრები, უახლოესი მეგობრები. ყველა მეგობრები. შინაური არ იქნება, არ მჯერა, ხო. ვიღაც იქნება ესეთი, ხო, აუ, თქვენი ალბომი ძალიან მომეწონა, ძალიან, ხო, ჩემი შვილი მომინათლეთ. ესეთი უბრალოდ ეხა ქუჩაში შეხვდი და ძალიან მიყვარხარ. არა, ესეთი არა. აი მაგალითად, აი რამდენიმე ვინც ძალიან შინაური არ ყოი დედაჩემთან ადრე კლინიკაში იწვა ერთი ქალბატონი და ხო იცი, ბევრი დღე რო ერთად წევხარ, რო იცნობ, მე რო ახლოვდები და მე მითხრა რომ ჩემი შვილი შენ დამონათლაო და მას შეხოთაშორის არ ვიყავი პოპულარული და რაღაცა. აი ეგ არის ნახდი ნათლული. ხო, მაგრამ მე შემიძლია გულწრფელად გითხრა, ზუსტად ვიცი ხა რასაც ვამბობ, რომ აი იმიტომ რომ ნოდიკო პოპულარული არის, ამიტომ მოდი მოვანათლინოთ არ ყოფილა. არა, არ მიგრძნია რა. იცი რა, მართლა ბედნიერი ვარ, ხა ადამიანი, მეც ხომ მყავს ახლა შვილი. კი. და ჩემი შვილი ვანდე, გუშინ ნათლობა ვანდე ლელას, წურწუმიას და ლელა და ლაშა. უჩავა. ლაშა უჩავა. ხო. ლაშას მოკითხვა. აქედან მოკითხვა, ჩემგანაც ორივეს დიდი სიყვარული და ნახე რა არის. ანუ შულს რო ანდობ, უნდა იყო დარწმუნებული, რომ მათ შენი შვილი უყვართ და მათ უხარიათ, რომ არიან შენი შვილის ნათლიები. შენ თავს ემიგრანტად მიიჩნევ? ნაწილობრივ ასეა კი. აი როგორ ხარ ხოლმე იქ, როგორ ხარ აქ? ფაქტობრივად წელიწადის ნახევარი ან ცოტა მეტი იქით ვარ. რომ მე აქ ვერ მუშაობ, ეხა კი მუშაობ, დაუშვათ დეკემბერში, იანვარში არის კერძო შეკვეთები. მაგრამ ისე ვერ მუშაობ. ამიტომ ჩემი ოჯახის უზრუნველსაყოფად ასევე სხვადასხვა ვალდებულებების შესასრულებლად მიწევს იქით ცხოვრება, მუშაობა და მუშაობ და მღერი ძალიან კარგ რესტორან ლაუნჯში, ქვია უბანი. რომ სად მისვლაც და სად შესრულებაც ძალიან მიყვარს, იმიტომ რომ არის ფანტასტიკური გარემო. არ არის სტანდარტული რესტორანი, აი ცოტა კიდევ უფრო განსხვავებულია რა. რაღაცნაირად აი რო გესიამოვნება კონცერტის ჩატარება. და ეხლა რო ჩავალ უკვე უბანშიც ვიმღერებ და გაიხსნა ახალი ქართული რესტორანი, ასევე ძალიან მაღალი კლასის, ქვია ისტორია. ჰისტორი ქვია. სადაც რაღაც მოვკარი თვალე Facebook-ზე. კი, ანუ იცი როგორი რესტორანია, ანუ ნიუ-იორკში? კი, ძალიან მაგარ ადგილას, აი ეპიცენტრში მიუზიკლების, რო შედიხარ სანამ მიხვდები რომ რესტორანია, მანამდე ტოვებს მუზეუმის შთაბეჭდილებას.
იმიტომ რომ სახ თამარ მეფის კოსტიუმია. იქ ჩვენი მეფეების პორტრეტი. ხო და ხალხი მიდის უბრალოდ რომ შევიდეს და ფოტოები გადაიღოს. რა კარგია, რა კაი იდეა. ამიტომ ხო, ჩემი მეგობარი ზურაბ ბაქრაძე, რომელმაც აქ ძალიან ბევრი რესტორანი გამართა, სადაც ჩვენ ბევრჯერ ყოფილვართ ყველა და ძალიან გვიყვარდა იმ რესტორნებში სიარული. და ეხლა უკვე ამერიკაში მის ძალიან კარგ პარტნიორებთან ერთად მოვიკითხო ყველას ბიჭებო. Hello, მალე გნახავთ. გახსნა რესტორანი. და რომ არა ფინანსური კრიზისი, რომელიც, რა ვიცი, თანთქა ყველა, ვინც არის ამ პროტესტში, ფიქრობ, რომ ეს არ დადგებოდა შენს დღის წესრიგში, არ მოგიწევდა ამერიკაში წასვლა, ჩამოსვლა, თუ მაინც უბრალოდ უფრო დიდი ხანი ვიქნებოდი აქეთ. მაგრამ მე ხო სტატუსი მაქვს ამერიკის, ანუ ამერიკა მომანიჭა სტატუსი ექსტრაორდინალური ტალანტის არტისტის. ეს ნიშნავს იმას, რომ აი ამ სტატუსის საფუძველზე მე გადმომეცა მუდმივი ცხოვრების და მუშაობის უფლება. რაც ნიშნავს იმას, რომ მე სტატუსი რადგანაც მაქვს, მე იქ უნდა ვაკეთო, ჩემი საქმე უნდა ვიმღერო. კასტინგებზე უნდა ვიარო, ანუ არანაირი ხელის შემშლელი, ძალიან ჯანსაღი და ისეთი ადამიანური кейსია რა. ჩადიხარ მღერი, მუშაობ, შენ საქმეს აკეთებ და ძალიან მიყვარს ამერიკა. რამდენი ხანია რაც ასე ამერიკა საქართველოს გზაზე ხარ გადებული? 2 წელიწადზე მეტია. არ არის რთული? რთულია, იმიტომ რომ ჩვენი ოჯახი ისეთია, ძალიან შეკრული და ერთმანეთის გარეშე. ჩემი და მახსოვს ლონდონში რო წავიდა, შოქში ვიყავი. მახსოვს რომ ისე მოვიწყინე და ისე ვინერიული და ისე მე ხშირად ჩავდიოდი, მაგრამ აი დედას უტიროდა რომ ეს შვილი უნდოდა თუ რა. ხო და ეხლა მიჭირს რა თქმა უნდა, მაგრამ ვიცი რომ ჯერთი სხვა გზა არ არის, მეორე ვიცი რომ მე და მივახციო ძალიან დიდ წარმატებებს. და ჩემი ქვეყნის სახელი გავიტანო კიდევ უფრო სოფლიო მასშტაბზე და გონია რომ გამომივა. კესანზე მინდა გესაუბრა, აი მოვიტოვე ხა ეს გემრიელი ტკბილი ლუკმა საყვარელი კესანე, რომელიც ხა ღამენათენები მიჩვენებდა უკვე დაგეტყო. მაგრამ ესეთი სასიამოვნოა. როგორც ვიგონებ ახლა ამას, მაგრამ არა, ძალიან სასიამოვნოა ამის თენებაც და ყველაფერი. მართლა. რამდენი წლის ხარ შენ? 39-ის გავხდი. შენ ხარ იცი როგორ 7 ნოემბერს გაჩნდა კესანი. მართლა. შენ როგორ ასაკში ხარ ახლა იცი, რომ აი ყველაზე კარგად შეუძლია მამას და დედას შეიგრძნოს მშობლის ფასი, იმიტომ რომ მე მახსოვს რომ როცა გავხდი დედა პატარა ვიყავი ძალიან და ჩემი პატარა, სულ პატარა, უკვე ისეთ ასაკში დაიბადა, ისეთ ასაკში ვიყავ მე რომ დაიბადა, როცა მე უკვე აბსოლუტურად სხვანაირად აღვიქვამდი ამ რეალობას და ანუ მივხვდი განსხვავებას პირველ შვილსა და ნაბულარას შორის. რა თქმა უნდა, ანუ ძალიან დიდი განსხვავება. შენთვის ნანატრი ბავშვი იყო? კი აბა. 39 წლის ვარ და ეხა გაჩნდა ჩემი პირველი შვილი. ჩემთვის და თათიასთვისაც ორივესთვის. შენზე და თათიაზე მომიყევი. რავი, ხო იცი, აი სრული კომფორტი გვაქვს რა. მართლა. კი, აი როლები გადანაწილებული გაქვთ. ხო და ხშირად აი როგორ გითხრა ეს როლებიც არეული გვაქვს, იმიტომ რომ აი ორივეს გვინდა რომ ბავშვთან ვიყოთ სულ, ну უბრალოდ დედა და რძეს საჭმევს ბავშვს, მაგას ბუნებრივ კვებაზეა? და ბუნებრივზეც არის და არ ყოფნის. ხშირად არც ერთი აღარ ყოფნის. რა ხელა ახლა? ეხა არის თვენახევრის და მოპუნტულ და გემრიელად და გიждები, როცა გამოცვლის პროცესი არის, რომ მიყვარს. აი, იმიტომ დაიგვიანა დღეს. ხო, აი ზუსტად რო გამოვდიოდი მაშინ. დააგვირგვინა. დამიგვირგვინა იქ და რო შევბრუნდი, მოკლედ და ის მიყვარს რო უცვლით და აქ ნაკეცები რო აქვს ფეხებზე და სხვათა შორის მივხვდი რომ უყვარ ვარ უკვე ძალიან, იმიტომ რომ აი ჩემი წვერებით რო კოცნი კისერში, ფეხებზე, მუცელზე, ხელებზე ძალიან ბედნიერია და იღიმება. აი ყველაფერი მიყვარს ვიკ აი ღამე რო შეიშმუშნება, აი ამაზეც გული მithვება, ტირს რო იწყებს, მეც მგონია რომ ამეტირება. და ისეთი მამა ხარ, მე რა შვებოდი ხოლმე, იცი ესე რაღაცა რო ეძინათ, ვაღვიძებდი რომ ხოსუნთქავენ თქო. ხო გავაკეთე ეგ და მე მივხვდი რომ ესე თუ გავაგრძელებდი, ბავშვს დავსტრესავდი, აი რო გამოვედი სამშობიაროდან, ჩემსკენ დავდგი საწოლი. ხო და თათიან და ბავშვმა დაიძინეს და მე ცოტა გვიან შევედი საძინებელში და რო შევედი ბავშვს ძინავს, იცი რომ ქათიშვილი აი სუნთქვის ხმა არ მესმის. ჯერ მივადე
თითი და სითბო მომეჩვენა რომ ვერ ვიგზენ. და მოვკიდე ხელი და ამოვიყვანე. და რომ ამოვიყვანე, ესე მივიხუტე და ურტყავ და ბავშვმა რომ შეიშმუშნა მივხვდი რომ ანუ ნოდიკო ბავშვი გალახე ხო? ბავშვი აი ალბათ კინახამ ჩავაწვინე ისევ გააგრძელა ძილით და აი ჩემთავს ველაპარაკე მაშინ რომ ესე თუ გააგრძელებ ბავშვს დასტრესავ რა და შენს გააფრენ საბოლოოდ. რა მაგარია და მაგრამ ეხა მაგ ხომ პერიოდულად აი კიდე ძალიან გათივსოს რო ძინავს თიც მიუტან და სითბოს რო გზნობ მე ოკეი. თათია როგორი დედა არის? ფანტასტიკური. აი ვერ გეტყვი ერთ მომენტს როცა დაზარებია აუ კიდეშია აუ ძალიან ის იყო აი უცებ თქვენი ამბავი იყო ძალიან გასაიდუმლოებული. ავთვალს მოვერიდეთ რა. მე რაღაც დავიშოკე რომ ხო თან თათიას არ უყვარს ეს რაღაცა ტელევიზიები ინტერვიუები მე მეთქე ხა ვინმე რომ დამირეკოს რომ აი რაღაცები რომ მკითხოს არ შემიძლია და იცოდე ორსულად ვარ და ნერვიულობა. რა თქმა უნდა გადავწყვიტეთ რომ იცოდა ალბათ აი 15 კაცმა მთლიანობაში ჩვენმა ოჯახებმა და კიდე ძალიან უახლოესმა რამდენიმე ჩვენმა მეგობარმა. თქვენ სახლში არის დიდი ამბავი, პირველი შვილიშვილი. და ესე იგი დედა ჩემი ყოველდღე მწერს როგორ ეძინა ბავშვს. კარგად ჭამა ბავშვმა. დამირეკე თუ ანუ თუ იმ დღეს ვერ გამოდის, დამირეკე კამერით დამანახე ჩემი გოგო. და იმ დღეს რაღაც კამერით რო დავრეკე, რაღაცებს ეფერება და კესანემ გაუცინა. შოქს ჩავარდა დედა ჩემი. მამა ჩემიც ეს ერთმანეთს აგლეჯენ ბავშვი დედა ჩემი. მომეცი ბავშვი, მომეცი, ეხა ცოტა გაიზარდოს რომ მეყოლება, დედა ჩემი ეუნება რამე არ ატკინო და ჩემი და წავიდა ხელიდან. ანუ სულ მოდის რაღაცეებით. ეხა ეს საახალწლო რაღაცეები გამოვწერე, ეხა ის გამოვწერე და ვეუბნებით რომ მართლა ვეღარდებთ რა. ჯერ თითსაც ბევრი საჩუქარი გვაჩუქეს და რა გითხრა, აი თათიას ყავს კიდე ძმა. რომელიც ასევე გადარეული არის და გადაფსიხებული არის იმათთანაც პირველი ბავშვია. უბრალოდ ვერ იჭერს დათო ხელში ეშინია და ერთხელ ძალით მივაჩეჩე და გაძეგლდა ეგრევე ეჭირა ესე რაღაცნაირად მოკლედ ყველა ვარ ძალიან ბედნიერები. შვილი ყოფილა რომ მეუბნეოდნენ ვერ ხვდებოდი ანუ ჩემ ნათრულები ხომ მიყვარს თქო ხომ ყავს ნათრულები ვინც მართლა ჩემ ხელში არიან გასტილები ჩვენი საერთო მეგობრებიც ხო ვაფრენ ამ ბავშვებს და მეგონა რომ აი ჩემი შვილები არიან მივხვდი რომ შენ სისხლს ახორცს რო უყურებ კიდე სულ სხვა რაღაც ყოფილა. ვის გავს? მე მგავს მაგრამ აი თათიას ძმასაც გავს რაღაცით, თათიასაც გავს, მაგრამ ეხა ყველა დაუშვათ ვინც ბავშვს ნახულობს, ამბობენ რომ პატარა ნოდიკო. ურასაყვარელი იქნება პატარა ნოდიკო. პაპა ხო მე უფრო ამსგავსებ ჩემი დის ბავშვების ფოტოებს რო უყურებ, ძალიან გავს ხატიას მაგრამ. სახელი შეურჩია. ორივე. ძალიან ლამაზი სახელია. ცოტა ვერსია ქონდა, მაგრამ მე რაღაცა კესანე კარგია. მოდი კესანე დავა. ახალი წელი მოდის და PSP-მ გამოგვიგზავნა საახალწლო საჩუქრად. ძალიან საინტერესო თავის მოვლის საშუალებები, რომელიც ძალიან უყვართ ხოლმე ჩვენს სტუმრებს და იმედია შენც მოგეწონება, იმიტომ რომ ეს მართლა ძალიან მაგარი ბრენდია. რაღაცას ვიტყვი, ძალიან გულწრფელად ძალიან უყვარს PSP. და მადლობა PSP-ს საჩუქრისთვის და შენ. მეც მიყვარს PSP და ასე ყველა გადაცემაში ვაქებ და ვადიდებ PSP-ს. ჩემთვის ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი კომპანია, ბევრი მიზეზის გამო, რესიპი მამაკაცის ხაზი, ეს გადმოგეცემა შენ და ეს არის მართლა სრულიად არაჩვეულებრივი ბრენდი, ეს არის სახის დამატენიანებელი. დიდი მადლობა. აქ არის, მოკლედ, ბევრი კარგი რამ არის. თავისი შამპუნი, ჩვენ კი გაქვს ესეთი კარგი ხარისხიანი თმა გაქვს და მოკლედ საინტერესო რაღაცეებია და ესეც საყვარელი ჩანთა და მოკლედ ეს მინდა რომ შენ გადმოგცე. მართლა დიდი მადლობა. მადლობა შენ და PSP-ს. PSP-ს მართლა ძალიან დიდი მადლობა PSP-ს, რომელიც ძალიან დიდ მხარდაჭერას უცხადებს ჩვენს გადაცემას და ამიტომ კიდევ მესამედ მადლობა PSP-ს. დიდი მადლობა. ეს არის კესანეს პირველი საჩუქარი მამიკოსგან, როცა გავიგეთ, რომ იყო გოგო. აი მანჰეტენზე ამერიკაში ვიყავი სქესი რო გავიგეთ და მანჰეტენზე შევედი და ვეცებ დავინახეს და მივხვდი, რომ ეს მამიკოს გოგოსია. აიმე
გოგოს მამა რო ხდებოდი, ეს სიმბოლოა ამის. კი, აი უცებ ახალი აი რამდენიმე წუთის ალბათ 1 საათის გაგებული იყო მაღაზიაში რო შედიხარ და უკვე ყველაფერი გინდა რომ კესანეს წავიღო ეგ. ეს პატარა ფეხუცები რო ხდა, მე რო გახდება 41. და მე უცებ კიდე მე ჩემ ფეხის ზომა ვიტყვის რომ მამიკო შეყარებული მყავს. უკვე მაგას ფიქრობ? აბა რა შეყარებულიც უნდა ყავდეს და ყველაფერი. ეს არის მოკლედ ამან დამიბრუნა იმედი რომ შეგიძლია ნიჭით მიაღწიო წარმატებას. ეს არის ჩემი პირველი გრან-პრი. აჰა. საერთაშორისო კონკურსიდან, იმიტომ რომ მანამდე რაღაც კონკურსიდან ჩამხსნეს. მაგრამ იმაჩმორეს დამჩაგრეს და ვიფიქრე რომ თუ პატრონი არ ყავს აზრი არ აქვს სიმღერას და უცებ წავედი ძალიან მაგარ კონკურსზე ყაზახეთში სადაც მაგარი პროფესორები კონსერვატორიის მეჩ და ჟიურიში და მოვიგე გრან-პრი. ამან დამაჯერა რომ თუ შენ გაქვს ნიჭი და თუ მონდომებაც გაქვს აუცილებლად გაიმარჯვე. მაგარია. ასეა ნამდვილად. და ეს კიდევ ბავშვობიდან ჩემი ნატრა იყო რომ ჩემი ალბომი მქონოდა და მართლა სანთას რო ანთებდი ხოლმე ეკლესიაში თხოვდი ხოლმე ბავშვობიდან რომ აი ჩემი სოლო კონცერტი ფილარმონიაში მინდა ღმერთო და ჩემი ალბომი რომ მქონდეს და მე ყველაფერი ეგრე მოხდა და ეს წამოვიღე ჩემი დისკი რომელიც მე რო შენ გაჩუქო. აუ ძალიან დიდი მადლობა. ნოდიკო ხო იცი კიდე რეებიც უნდა თხოვა ღმერთს თუ ასე გისრულებს ყველაფერს ხო იცი რაც უნდა თხოვა. ყველაფერი ნათხოვნია უკვე. ძალიან დიდი მადლობა. მართლა ძალიან მნიშვნელოვანია შენთვის ეს ამბავი, მე ვიცი. და სხვათა შორის ChatGPT-ს უნდა ვკითხო ახლა ესეთი რუბრიკა გვაქვს ჩვენ ნახე. ერთი კითხვა რომელსაც ChatGPT დამისვამს კითხვა. და მაგარია. ნოდიკოს გთავაზობ ერთ კითხვას. ნოდიკო რო არ გიცნობდნენ როგორც მომღერალს. საერთოდ რო არავინ იცოდეს შენი ხმა. ვინ იქნებოდი დღეს და რისი გაკეთება გექნებოდა ყველაზე მეტად სინანულად დაუტოვებენ? ეს რა ქართულია? ანუ მოიც მათხოვიც როგორ ხდება? ეხლა ეგ უნდა გავშიფროთ ჩვენ. ეს რა ქართულია? ეჭუბები ხოლმე? კი. სხვათა შორის მეც. რაღაცები. ნოდიკო, ახლა ნახე გამოასწორა. ნოდიკო, რომ ერთხელ მაინც ცხოვრება თავიდან დაგეწყო ისე. რომ ერთხელ მაინც ცხოვრება დაგეწყო ისე, რომ სიმღერა არ არსებობდეს, რას აირჩევდი და რას დაკარგავდი ყველაზე მეტად. მოკლედ, რას გააკეთებდი არა? თავიდან რა შეგეძლოს ხო პროფესიის არჩევა ალბათ. ვინ იქნებოდი? მომღერალი. უსმენო ხო ვერ იქნებოდი? უსმენა თუ არა? არ გაგსმენა, არც მღერი, დაგაბიჯე სპილო მყურზე. ვინ იქნებოდი? ჩემი ძმაკაც ნიკა ხაჩიძე ვარ, ანუ? ხო. არ ვიცი, ალბათ ექიმი. ეხსმენა თუ არ მექნებოდა და ხმა თუ არ მექნებოდა, ალბათ ექიმი. ექიმი, რამე სპეციალობა? ქირურგი ალბათ. ბავშვობაში მინდოდა ჩემი დისტოჯინები დავჭერი, გავკერე და სასწაულები ვქენი. მაგრამ სმენა თუ მექნებოდა, სცენის გარეშე ჩემი ცხოვრება ალბათ წარმოუდგენელი. ალბათ არა, დღეს ჩემი ცხოვრება პუბლიკის, ჩემი სმენელის და სცენის და მუსიკის და სიმღერის გარეშე აი არის მართლა სიკვდილი. სხვათა შორის შენ ახლა ბოლო სტუმარი ამ წლის. მართლა? დიახ, ბატონო. მე უნდა ყოფილიყავი იქითა წლის პირველი სტუმარი, იმიტომ რომ ძალიან მაგარი მეყვლე ვარ და მაგარი ფეხი მაქვს. არა უშავს, მაინც კუდის მოქნება იქნება და იქით გადავა. მორიალური კუდის კი მოქნება. ბატონო და ძალიან დიდი მადლობა რომ იყავი ჩვენი გადაცემის სტუმარი. დიდი მინდა რომ ყოველება საუკეთესო გისურვო შენ, კესანას და რა თქმა უნდა ჩვენს ქვეყანას. ამინ. მეც შენს ოჯახს, ჩვენს ოჯახებს, სრულიად საქართველოს, ჩვენს ემიგრანტებს, რომელსაც ხმა წაართვეს, მოვიკითხავ და აი ჩვენ ერს, ჩვენს ხალხს, ჩვენს ქვეყანას უსურვებ, რომ ერთხელაც გავიღვიძოთ შემდეგ წელს და აღმოვაჩინოთ, რომ ყველაფერი შეიცვალა. ყველაფერი შეიცვალა უკეთესობისკენ და დავიწყოთ აღორძინება. აი ღმერთს თქო, ეს არის ამ წლის 2026 წლის ყველაზე დიდი ნატრა ჩემი, რაც კი მოქვს გულში და სულში. შენ ხარ ადამიანი. მადლობა. ძალიან დიდი მადლობა. ასეთი იყო ჩვენი გადაცემა დღეს და ეს არის წლის ბოლო გადაცემა, მაგრამ რა თქმა უნდა იანვარში შევხვდებით ერთმანეთს და დარწმუნებული ვარ, ბევრი კარგი სტუმარი
გვეყოლებათ და ბევრი კარგი ამბავი 2026 წელს გემშვიდობებით.